მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემაა მედიცინა შენსენას. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ შევეხებდით ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას, როგორიც არის ტრადიციული სამკურნალო ფორმების მდგომარეობა თანამედროვე მედიცინაში და როგორ ვითარდება ისინი დღითი დღე. წლების განმავლობაში ტრადიციული აბები, კაფსულები, ინექციები ჩვენი ყოველდღიური სამკურნალო პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ თანამედროვე მედიცინა ახალ მოთხოვნებს აყენებს. საჭიროა უფრო ზუსტი, უფრო ეფექტური, ინდივიდზე მორგებული მედიკამენტების შექმნა. სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ალიუშა ბაკურიძე. მოგესალმებით ბატონო ალიუშა და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენ გადაცემაში მობრძანებისათვის. ახლა კი მინდა გადავიდე გადაცემის მთავარ ნაწილზე და დაგისვათ პირველივე კითხვა. როგორ შეაფასებდით წამლების გამოყენების ერთის მხრივ ბენეფიტებს და მეორეს მხრივ მათ რისკებსა თუ ასე ვთქვათ საფრთხეებს? პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგეხადოთ მოწვევისათვის. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივია თქვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება წამლებს და მასთან დაკავშირებულ სარგებელს თუ რისკებს, უნდა ითქვას, რომ ეს ჯადოსნური ნივთიერებები თუ არა ჩვენი სიცოცხლე გაცილებით ხანმოკლე იქნებოდა, გაცილებით ტკივილიანი იქნებოდა, იმიტომ რომ წამლები, მათ შორის მათში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები არეგულირებენ წნევას, არეგულირებენ სისხლში გლუკოზის დონეს, ებრძვიან სიმსივნეებს, სხვადასხვა დაავადებებს და ასე შემდეგ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთის წამლის უსაფრთხოების კომისიის პირველ თავმჯდომარემ დერიკ დუნლოპმა ასეთი რამე თქვა, რომ თანამედროვე წამლები ბირთვული ენერგიის მსგავსია, მათგან შეიძლება ჩვენ ველოდოთ დიდ სარგებელსაც და დიდ რისკებსაც. რა იგულისხმება ამის ქვეშ? ამის ქვეშ იგულისხმება ის, რომ წამლის მიერი ტოქსიკური გვერდითი არასასურველი ეფექტების შედეგად ყოველწლიურად ჩვენ სოფლიოში 100,000-ობით ადამიანი იღუპება. ამიტომაც წამალი არ უნდა გვექცეს საწამლავად, პირიქით საწამლავით ჩვენ უნდა ვაქციოთ წამლად და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ის სპეციალისტის ხელში. რა პრობლემებთანაა ასოცირებული ტრადიციული სამკურნალო ფორმების გამოყენება და რომელი ფორმებია ყველაზე ხშირად გამოყენებადი, ასე ვთქვათ, დღევანდელობაში და რა ფორმები იყო გამოყენებული დღემდე, ასე ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა უნდა უმადლოდეს ტრადიციულ წამალ ფორმებს, იმიტომ რომ მათ გამოატარეს საუკუნეები და ძალიან ბევრ ტკივილს გადაარჩინა ჩვენი საზოგადოება, მაინც უნდა ითქვას, რომ ტრადიციულ წამალ ფორმებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. პირველ რიგში ეს გახლავთ ის, რომ ჩვეულებრივი ტრადიციული და ავიღოთ მაგალითად ყველაზე ხშირად თქვენ შეკითხვაშიც იყო დასმული გამოყენებადი ტაბლეტები, პერორალურად მათი მიღების დროს მიღებული დოზის მხოლოდ 1/1000 ხდება სამიზნე უბანში, ფარმაკოლოგიურ სამიზნეზე. სად მიდის დანარჩენი? დანარჩენი უკეთეს შემთხვევაში იკარგება უკვალოდ და ეს არის იშვიათი შემთხვევა, შეიძლება ითქვას. ძირითად შემთხვევაში მათგან ჩვენ გვაქვს გვერდითი არასასურველი ტოქსიკური ეფექტები. ამიტომაც ტრადიციული წამალ ფორმები თანამედროვე მოთხოვნებს უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ. იმიტომ რომ ჯერ ერთი შეღწევადობის თვალთახედვით პრობლემაა. პრობლემა არის ორგანიზმის ბიოლოგიური ბარიერების გადალახვისა, ორგანიზმში მისი ტრანსპორტირებისა, ორგანიზმში მისი შენარჩუნებისა, რასაც ქვია, რომ არ დაეშალოს, არ განიცადოს ბიოდეგრადაცია. შემდეგ პრობლემა არის სისხლში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დოზის შენარჩუნებისა და კონტროლირებადი, რეგულირებადი გამოთავისუფლებისა. ამიტომაც ვერ ვიტყვით იმას, რომ დღემდე თუ ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ და მადლიერი აი ამ წამალ ფორმებისა, იმავდროულად დღეს საზოგადოება, პაციენტები სხვა მოთხოვნებს უყენებენ წამალ ფორმებს და დღის წესრიგში დგას მათი მოდიფიცირების, მათი გაუმჯობესების საკითხები. რომელთა მიმართებითაც
ფიქრი და ზორუნვა და მუშაობა და სამეცნიერო კვლევები ბუნებრივია დღეს არ დაწყებულა, ეს დაწყებული არის ჯერ კიდევ გასული საუკუნეში. რა ძირითადი კლინიკური თუ ტექნოლოგიური გამოწვევები დგას თანამედროვე არა, ტრადიციული, ასე რომ ვთქვათ, წამლების ფორმებთან დაკავშირებით. თქვენ ისაუბრეთ რამდენიმე მათგანზე, მაგრამ უფრო დეტალურად რო ვთქვათ, რა გამოწვევებთან შეიძლება იდგეს თუნდაც კლინიცისტები, ან თუნდაც ტექნოლოგიური მხრივ რა გამოწვევები არსებობს დღესდღეისօრ. აი მაგალითად რომ ავიღოთ ინფექციის გამომწვევი აგენტი ნანოზომისა. ჩვენ მას უნდა ვებრძოლოთ მისი თანაზომადი, ან კიდევ უფრო მცირე ზომის შესაბამისად აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტებით. რატომ? იმიტომ რომ აი ამ ინფექციის გამომწვევ აგენტთან აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტმა არა მხოლოდ კავშირი უნდა დაამყაროს, სხვანაირად ვერ დააზიანებს, არამედ უნდა შეაღწიოს მასში. სწორედ დღეს არსებული ტრადიციული წამალფორმები, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ მილიგრამობით, მილიმეტრობის ზომის, ისინი არათუ ვერ აღწევენ თქვათ აი ამ აგენტებთან, რომლებიც ნანოზომის არის, არამედ კავშირის დამყარებაც კი უჭირთ. ამიტომაც პირველი ეს პრობლემა არის და სწორედ გამოწვევაა, რომ როგორმე ჩვენ მივიღოთ ისეთი წამლები, რომელთა შეღწევადობა, ბიოშეღწევადობა ორგანიზმში იქნება მაღალი. და აქეთკენ მიდის შეიძლება ითქვას ფარმაცევტული ტექნოლოგიები, რომლის ქვეშაც მე ვგულისხმობ ნანოტექნოლოგიებს. კლინიკებთან მიმართებაში კიდევ გამოწვევა გახლავთ ის, რომ თქვათ რომ ავიღოთ წამალი უპირველესად შედგება ძირითადი მოქმედი ნივთიერებისაგან, რასაც ჩვენ ვუწოდებთ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტს. ტაბლეტები არის ყველაზე დიდი პროცენტით ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილი, როგორც წამლის ფორმა, დაახლოებით 40% უკავიათ ხვედრითი წილისა და აი ამ დასახელება, აი ასეთ დიდ რაოდენობა ასორტიმენტში მხოლოდ და მხოლოდ 30 დასახელების არის, რომელიც მზადდება მარტო აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტის შემცველობით. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დამხმარე ნივთიერებები. რაში გვჭირდება დამხმარე ნივთიერებები? დამხმარე ნივთიერებები ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ თვითონ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტს მივცეთ წამლის ფორმა. რომ ავიღოთ ჩვენ მალამო შეიძლება იყოს 99.99 მიასედი დამხმარე ნივთიერება და მხოლოდ 0.01% აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი. წამლის ფორმის მინიჭების მიზნით და აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტისათვის სტაბილურობის გაზრდის მიზნით, ხსნადობის, შემდგომში გამოთავისუფლებისათვის და ასე შემდეგ. ანუ იმისათვის, რომ ჩვენთვის სასურველი თვისებები მივანიჭოთ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტს. და აი ამ ფონზე, როდესაც ჩვენ ვამბობთ დამხმარე ნივთიერებებს, შეიძლება ითქვას, რომ ადრე ჩემს პერიოდში იყო ასეთი მიდგომა, რომ ყველაზე ინდიფერენტულ ნივთიერებად ითვლებოდა რძის შაქარი. დღეს ლაქტოზის აუტანლობა აქვს მოსახლეობის დაახლოებით 50%. როგორ შეიძლება მას ვუწოდოთ ინდიფერენტული? ფაქტიურად აბსოლუტურად ინდიფერენტული ნივთიერება ბუნებაში არ არსებობს. ამიტომაც დამხმარე ნივთიერებებისგანაც გარდა იმისა, რომ ჩვენ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტს ვანიჭებთ რაღაც ფიზიკურ, ქიმიურ და დამატებით ტექნოლოგიურ თვისებებს და სასურველ ფორმას, მათგან უნდა ველოდოთ გვერდით ეფექტებსაც. სწორედ ეს არის დიდი გამოწვევა. გამოწვევა არის კიდევ ის, რომ ანუ დამხმარე ნივთიერებები, როგორც ასეთი, რომ ისინი არ არიან უსაფრთხო და უნებელი. გამოწვევა არის თვითონ წამალთ ფორმები. ტაბლეტებზე გავამახვილებ კიდევ თქვენ ყურადღებას, იმიტომ რომ მისი წამლის ფორმის მიღება ავადმყოფისათვის არაკომფორტულია. მეორეს მხრივ ეს არის მყარი, დოზირებული წამლის ფორმა, რომელიც ტრამვირებას ახდენს ლორწოვანი გარსისა. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ეს ჩვენ გენეტიკურად ჩვენთან თავსებადია და ბიოათვისებადია. ამის გარდა იგივე პერორალური წამალფორმების შემთხვევაში ბიო შეღწევადობა არ არის ყოველთვის 90 და მეტი პროცენტი. არის გაცილებით ნაკლები. სწორედ და ამიტომაც ვთქვი თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს, რომ არა მხოლოდ არარაციონალურად ვხარჯავთ, არამედ
იმავდროულად არის გვერდითი ტოქსიკური ეფექტები და ეს არც თუ იშვიათ შემთხვევაში გამოწვეული არის წამლის ფორმის მინიჭებისათვის გამოყენებული დამხმარე ნივთიერებების ფონზე. ვიცით რომ თქვენ აქტიურად ახართ ჩართული ახალი მედიკამენტების შექმნაში და თანამედროვე, არა ტრადიციული, არამედ თანამედროვე მედიკამენტების ფორმების შემუშავებაში. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თუ რა სიახლეები გვაქვს ამ მიმართულებით და თქვენ კვლევებიდან გამომდინარე, რას უნდა ველოდოთ მომავალში. გეტყვით რომ ჩვენ არა მხოლოდ თქვათ ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებში, არამედ ამ სფეროში მომუშავე უცხოელ სპეციალისტებთან წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად თანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციებთან, ხედველობაში მაქვს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან. ჩვენ მაგალითად ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან ერთად შევქმნით სალბისა და ევკალიპტის ფაგების შემცველი სალბისა და ევკალიპტის პასტილები, რომელიც რეკომენდებულია ოროფარენგიალური სისტემის დაინფიცირების შემთხვევაში და უნდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი აქტიობის მქონე აღმოჩნდა იმავდროულად უსაფრთხო სამკურნალწამლო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის. გარდა ამისა, ჩვენ შევქმნით ანტიმიკრობული ბოჭკო სელისგან. ეს ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად, რომელიც მივაღწიეთ სელის ბოჭკოს მოდიფიცირებით ვერცხლის ნანონაწილაკებით და უნდა გითხრათ, რომ ეს არის ფაქტიურად მასალა, ამჟამადაც კი შევიტანეთ გამოყენებით გრანტზე, ფაქტიურად ეს არის მასალა შემდგომში ანტიმიკრობული მოქმედების, ბამბის, ბინტის, ხალათის ჰოსპიტალის საჭიროებისათვის, ავადმყოფოს საჭიროებისათვის, თეთრეულის, იგივე ხალათების დასამზადებლად. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ პერიოდში ანტიბიოტიკო რეზისტენტობა რამდენად პრობლემურია და ვერცხლის ნანონაწილაკებთან მიმართებაში უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მას ვღებულობთ არა ქიმიური სინთეზის გზით, არამედ მწვანე სინთეზის გზით, რომელიც გაცილებით ეკომეგობრულია ვიდრე ქიმიური სინთეზის გზით მიღებული, თვითონ პროცესი არის ეკომეგობრული. ჩვენ ვაკეთებთ ამას მცენარეული ექსტრაქტების გამოყენებით და ის ვერცხლის ნანონაწილაკები, ეს აბსოლუტურად განსხვავებული ფიზიკური თვისებების მქონეა ჩვეულებრივი ვერცხლისგან, ამასთან ის მოქმედებს უჯრედის რამდენიმე განსხვავებულ ბაქტერიის უჯრედის რამდენიმე განსხვავებულ ცილოვან ობიექტზე და თვითონ ბაქტერია, მიკროორგანიზმი, ასე რომ ვთქვათ, უფრო უკეთესია მუტაციის პროცესში, ვერ ასწრებს რეზისტენტობის გამომუშავებას ვერცხლის ნანონაწილაკების მიმართ. ამიტომაც ამ თვალთახედვით ეს საკმაოდ საინტერესოა. ჩვენ არა მხოლოდ სელის ბოჭკოს მოდიფიცირება გავაკეთეთ ვერცხლის ნანონაწილაკებით, არამედ ჩვენ შევქმნით ვერცხლის ნანონაწილაკების შემცველი ფირფიტები, რომელიც იქნება ჭრილობისათვის კანის სხვადასხვა დაავადებების დროს. მას ჩვენ დავარქვით ჭრილობის in situ აპკ და გელწარმოქმნელი ჭრილობის სახვევი, რომელიც ერთის მხრივ ჭრილობას ატენიანებს, ანუ წარმოქმნის გელს, პირველი ფენა, მეორე ფენა წარმოქმნის აპკს, გელ წარმოქმნელ ფენაში შეტანილი არის სწორედ ვერცხლის ნანონაწილაკები, რომლებიც უზრუნველყოფს ჭრილობის დაცვას დაინფიცირებისაგან ერთის მხრივ, ასევე არის მასში შეტანილი სისხლდენის შემაჩერებელი და გვაქვს კიდევ შეტანილი ადვილად აქროლადი ნივთიერება, რომელიც აი ამ აპკში წარმოქმნის ფორებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჭრილობა არ არის მოწყვეტილი გარემოსაგან, აირიცვათ მოცვლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს მასში. კიდევ გეტყვით, რომ ჩვენს მიერ შექმნილი არის აი მოგეხსენებათ, რომ ჰელიკობაქტერია პილორი მსოფლიო მოსახლეობის 50%-ში ცხოვრობს. ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობით ავსტრალიაში არის გავრცელებული, ავსტრალიაში გვხდება, შეიძლება ასე ითქვას
და საბოლოოდ ჩვენ თუ იმას ვამოვდით, რომ წყლოლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამომწვევი მიზეზები ალკოჰოლის არამიზნობრივი ზედმეტი ჭარბი მოხმარება იყო, თამბაქოს მოწევა და სხვადასხვა ფაქტორები იყო, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ჰელიკობაქტერია პილორი, რომელიც საბოლოო ჯამში მის მიერ გამოწვეული მოქმედებიდან გამომდინარე საბოლოო ჯამში შეიძლება სიმსივნეც კი გამოიწვიოს კუჭის. და ყოველწლიურად გასტროენტეროლოგთა შეკრებები იმართება და ისინი იმუშავებენ რა უშუალოდ როგორ მოვახდინოთ ერადიკაცია ადამიანის ორგანიზმიდან ჰელიკობაქტერია პილორის. მოწოდებულია ოქროს სტანდარტი, სამაგ თერაპიას ეძახიან. ეს არის ანტიბიოტიკებისა და პროტონული ტუმბოს ერთობლივი კომბინაციაში გამოყენება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თვითონ ჰელიკობაქტერია პილორი ძალიან ორგანიზებულია იმ თვალთახედვით, როგორ დაიცვას თავი. ის გამოყობს ფერმენტ ურიაზას, კუჭში ცხოვრობს, მაგრამ იმავდროულად თავის გარშემო მიკროგარემოში გარემოს ატუტიანებს ურიაზას მეშვეობით. ამიტომაც ფაქტი ის არის, რომ ეს ანტიბიოტიკები, რომელიც არის მოწოდებული, ვთქვათ, ჰელიკობაქტერია პილორის საწინააღმდეგოდ, ისინი არის ან გარსით დაფარული, ან კიდევ კაფსულაში თავსდება, რომელიც კუჭის მჟავა არეში ვერ იხსნება, იმიტომ რომ მათი ინაქტივაცია ხდება, იგივე პროტონული ტუმბოს შემთხვევაში, გადადის კუჭში და შემდგომში შეღწევადობის შემდეგ სისხლით უბრუნდება უკან დაზიანებულ კერას, რასაც ქვია კუჭის ლორწოვანი გარსი. ვერ ამართლებს ეს მიდგომა, ჩვენ გავაკეთეთ ქაფწარმოქმნელი ტაბლეტები, რომლებიც კუჭის არეში წარმოქმნიან ქაფს. ამ შემთხვევაში ეს ნივთიერებები კი არ შეგვიცვლია, არამედ შევცვალეთ მიწოდების ფორმა. ეს ქაფი იზრდება მოცულობაში, აწვება ზეწოლას უკეთებს უკაცრავად კუჭის ლორწოვან გარს, კედელს და კიდევ კარგი ის გახლავთ ამ შემთხვევაში, რომ ჩვენი ნივთიერებები ნანონაწილაკების სახით არიან წარმოდგენილი, ისინი აღწევენ ლორწოვან გარს, გაივლიან და აღწევენ საცხოვრისამდე, რასაც ქვია ჰელიკობაქტერია პილორის. ამის გარდა ამ ანტიბიოტიკებისა და პროტონული ტუმბოს კომბინაციისა, ჩვენ მცენარე დანამასტაკისაგან, რომელიც საბერძნეთში შეიძლება ითქვას, რომ პლანტაციებია და ჩვენთან აჭარაში ინტროდუცირებულია, მისი გუმფისისაგან შევქმნით ასევე ქაფწარმოქმნელი ტაბლეტები, რომლებიც ჩვენ უკვე ყველანაირი კვლევა ამ თვალთახედვით დავამთავრეთ და ვაპირებთ, რომ მივიღოთ კლინიკურ აპრობაციაზე ნებართვა და მივიყვანოთ ეს ფორმა ბოლომდე. კიდე მე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 60 წელს გადაცილებული ყოველი მესამე მას იყენებს სხვადასხვა მიზნით, ბუნებრივია და რას იწვევენ ისინი? ძირითადი ფორმები მოწოდებული არის პერორალური. ისინი არა მხოლოდ ანადგურებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არამედ უარყოფითად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამიტომაც ჩვენ შევქმნით ლიპოსომური, ანუ ნანონაწილაკების შემცველი ლიპოსომების სახით, საინჰალაციო ფორმები ფხვნილის სახით, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ დოზირების შემცირების შესაძლებლობა, არამედ თავიდან ვიცილებთ იმ გვერდით გართულებებს, რაც დაკავშირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსთან მიმართებაში. უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მუშაობთ ამ მცენარეული ნატურალური ბიოდეგრადირებადი წებოს შემუშავებაზე, რომელიც გამოყენებული იქნება ქირურგიულ პრაქტიკაში, მათ შორის უნდა გითხრათ, რომ თვალის პრაქტიკაში და საკმაოდ დიდი წარმატებები გვაქვს. ეს მოთხოვნა, ამაზე მოთხოვნა დაიწყო ჯერ კიდევ პროფესორმა დავით შენგელიამ. მისი მოთხოვნა იყო, იმიტომ რომ ის წებოები, რომლებიც დღეს გამოიყენება ქირურგიულ პრაქტიკაში, ან არის ცხოველური ნედრეულიდან მიღებული და ამას შიდსთან და ინფექციებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ პრობლემატურია, ან კიდევ არის სინთეზის გზით მიღებული, რომელთა მეტაბოლიზმის პროდუქტები საკმაოდ ტოქსიკურია. ამიტომაც ბატონ დავითთან ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და
მისი წინადება იყო შევძლებდით თუ არა ჩვენ ისეთი ნატურალური ბიოწებოს შემუშავებას. ჩვენ უკვე მოვამზადეთ დაახლოებით 50-მდე ნიმუში, წინა კლინიკური კვლევები უკვე გაიარა და აქედან შერჩეული ოპტიმალური ფორმულაციით მომზადებული ბიოწებო ფიქრობთ რომ შევძლებთ გავიაროთ ასევე წარმატებულად კლინიკური გამოცდა. აქვე უნდა გითხრათ რომ თვალთან დაკავშირებით ჩვენ შევიმუშავეთ ინსიტუ გელწარმომქმნელი თვალის წვეთები, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე ძვირად ღირებულია საერთოდ თვალის წვეთები, მაგრამ ყველაზე არაეკონომიურია გამოყენების თვალთახედვით. თუ რატომ ახლავე აგიხსნით, რომ თვალის საცრემლის სითხის რაოდენობა შეადგენს 7 დეციმილიგრამს. აი ამ რაოდენობის სითხეს აკავებს ჩვენი თვალი. მაგრამ როდესაც ჩვენ დამატებით ვაწვდით თვალის წვეთებს სითხის სახით, მისი შეკავება თვალს უჭირს. თვალი ფაქტიურად დამატებით აკავებს 1 წვეთს. და ამ დროს ავადმყოფს შეიძლება დანიშნული კონდეს დღეში 4-ჯერ, დღეში 7-ჯერ. ექიმი ფიქრობს, რომ როგორმე სასურველი დოზა დადგეს თვალში ამა თუ იმ სამკურნალწამლო საშუალებისა. მაგრამ რა ხდება? ხდება ჩამორიცხვა. ეს დამატებით იწვევს მექანიკურ გაღიზიანებას, იწვევს დაინფიცირებას, იმიტომ რომ თვალის ცრემლში არსებული ანტიბიოტიკის მსგავსი ნივთიერება მასთან ლიზოციმი მასთან ერთად ჩამოირიცხება და თვალის დაცვა უკვე მით უმეტეს თუ არის დაზიანებული ვეღარ ხერხდება. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ჩვეულებრივად თვალის წვეთების სახით არის, მაგრამ როდესაც ჩაიწვეთებს პაციენტი, ის გარდაიქმნება გელად. ეს არის თერმომგრძნობიარე პოლიმერის გამოყენებით წარმოიქმნება გელი, რომელიც თანაბრად ნაწილდება თვალზე და არავითარ დანაკარგებთან არ გვაქვს საქმე. ეს საკმაოდ კომფორტულია და იმავდროულად მაღალი ბიოშეღწევადობით გამოირჩევა. აქვე უნდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენი პათანატომიის დეპარტამენტთან ერთად ჩვენ გავაკეთეთ ყნოსვითი ბოლქვის მეშვეობით თავის ტვინში მიწოდება თქვათ იგივე დამამშვიდებელი საშუალების, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედის საშუალების, ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ბარამბოს ეთერზეთი ინტრანაზალურად, აქაც არა წვეთების სახით არის, მაგრამ როგორც კი ხვდება ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურაზე, ის გელის სახითაა. ჩვენ ექსპერიმენტები ჩავატარეთ ამ ეტაპზე ცხრის ყნოსვითი ორგანოების გამოყენებით და დავადგინეთ თუ ყნოსვითი ბოლქვის მეშვეობით რა რაოდენობის, რა პროცენტი მიწოდებული აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტისა აღწევს ტვინში. და უნდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე გზა თავის ტვინში მიწოდებისა, რომლის გამოყენებითაც ჩვენ გვინდა რომ ასევე ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები მივაწოდოთ. ბუნებრივია სისხლის აქ არ შეიძლება იმის თქვა რომ მხოლოდ ყნოსვითი ბოლქვის მეშვეობით ხდება მიწოდება, იმიტომ რომ სისხლძარღვებით არის დაფარული ცხვირის ლორწოვანი გარსი და გადადის ასევე სისხლის მიმოქცევაში, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ უპირატესად გამოვიყენოთ ყნოსვითი ბოლქვი, იმიტომ რომ ეს არის სასწრაფო დახმარების აღმოჩენისათვის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ეპილეფსიით დაავადებულების შემთხვევაში. მინდა შემდეგ კითხვა დაგისვათ, როგორც ვიცით, მედიკამენტები ხშირად ასოცირდება მრავალ უკუჩვენებასთან. თქვენ ისაუბრეთ მრავალ თანამედროვე მედიკამენტებზე და თუ ცვლიან ეს ახალი მედიკამენტები ამ მიდგომას, აქვთ მათ ამდენი რისკ ფაქტორები და გვერდითი მოვლენები, როგორც ტრადიციულ მედიკამენტებს, თუ შეიძლება მათი ასე რომ ვთქვათ, მენეჯმენტი გაუკეთოთ თვითონ წამლის ფორმირების დროს. უნდა გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა თანამედროვე, რასაც ქვია წამალთ ფორმებისა. დღეს საკითხი ასე დგას. ჩვენ თუ შევქმნით წამალს, ეს წამალი და მხედველობაში მაქვს აქტიური ინგრედიენტი უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. ანუ
რასაც ქვია მიზანმიმართული მიწოდება. ეს არ არის საკმარისი ბუნებრივია, ის უნდა გამოთავისუფლდეს იმ პათოგენურ უბანში და შემდგომში მან უნდა მოახდინოს სელექციური მოქმედება. მოგეხსენებათ, რომ სიმსივნეების საწინააღმდეგო საშუალებები და ხშირ შემთხვევაში ქიმიოთერაპია იწვევს არა მხოლოდ სიმსივნური უჯრედების განადგურებას, არამედ ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას. დღეს უკვე ფარმაცია და კვლევები აქეთკენ მიდის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნეებთან დაკავშირებით მაგალითის სახით ვამობ, არავითარი უარყოფითი ზეგავლენა არ ქონდეს ჯანმრთელ უჯრედებზე, მაგრამ იმავდროულად გაანადგუროს, რასაც ქვია სიმსივნური უჯრედები. სწორედ ამაზეა ლაპარაკი. ამიტომაც იქნება ეგრეთ წოდებული მიზანმიმართული მიწოდებისა და სელექციური მოქმედების სისტემები, რომელთაც ვექტორის სახით უკეთდება ის ნივთიერება, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნა აქვს სიმსივნურ უჯრედებში. მოგეხსენებათ, რომ ენერგია საჭირო იმისათვის, რომ აქ უჯრედების დაყოფა არაპროგრესულად ხდება და ენერგიაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა. ამიტომაც აი ამ ვექტორმა უნდა გააკეთოს ამოცნობა ერთი მხრივ სიმსივნური უჯრედების და მერე კიდევ სიმსივნურ უჯრედებმა უნდა შეითვისონ ის. აი ამ ვექტორთან ერთად ჩვენ ვაწვდით სიმსივნურ უჯრედებს ციტოტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც გამოიწვევს ამ უჯრედების განადგურებას. აი ამ გვერდითი ეფექტების მოხსნა შესაძლებელია ტრადიციულ წამალ ფორმებს ყველაზე დიდი ნაკლი გააჩნიათ ის, რომ მოქმედებენ ბუნებრივია, როგორ არ მოქმედებენ, მაგრამ ისინი ნაწილდებიან მთელ ორგანიზმში. ჩვენ მივიღებთ პერორულად, ჩვენ მივიღებთ ტრანსდერმულად თუ ჩვენ მივიღებთ სხვა გზით, საბოლოო ჯამში თუ არა გვაქვს საქმე ადგილობრივ მოქმედებასთან და ჩვენ გვჭირდება ზოგადი მოქმედება, ისინი უნდა გადადიან სისხლის მიმოქცევაში, სისხლის მიმოქცევის მეშვეობით ისინი ფარავენ მთელს ორგანიზმს და როგორც გითხარით, სამიზნეში ხდება მიღებული დოზის მხოლოდ 1/100 ან 1/1000 ნაწილი. დანარჩენი სხვა ორგანოებში არ შეიძლება იმის თქვა, რომ დამხმარე ნივთიერებებზე ვთქვი, რომ ინდიფერენტული არ არსებობს, მეთქი და როდესაც ვლაპარაკობთ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტზე, მით უმეტეს ისინი არ არიან ინდიფერენტულები. ისინი მოქმედებენ და ამ დროს მოქმედება ჩვენთვის უკვე არის საზიანო, იმიტომ რომ ჩვენ იქ სადაც ტკივილი არ არის, სადაც პათოლოგია არ არის. ჩვენ არ გვჭირდება არანაირი მოქმედება და არანაირი ნივთიერების იქ შეტანა. სამწუხაროდ ტრადიციული შემთხვევაში ეს ასე ხდება. რაც შეეხება მიზანმიმართული მიწოდებისა და სელექციური მოქმედების, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ ეგრეთ წოდებული ტრანსპორტიორით, მატრიცა მატარებლით, აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი ამომცნობით მიგვაქვს დანიშნულების ადგილამდე, იქ ხდება გამოთავისუფლება და იქ ხდება მოქმედება. თუ არის რაიმე მეტაბოლიზმის პროდუქტი, ან იგივე მატარებელი, რომელმაც მიიტანა მატრიცა, მათი ელიმინირება ხდება აკუმულაციის გარეშე და ჩვენ შეიძლება რომ აი ამ მომავლის წამლებს უწოდოთ ჭკვიანი წამლები, რომელთა დახმარებითაც ამ საუკუნეში უკვე ჩვენ შევძლებთ იმას, რომ ეფექტი გქონდეს მაქსიმალური და გვერდითი არასასურველი მოქმედება კიდევ მინიმალური ან კიდევ საერთოდ არ გქონდეს. თქვენ მრავალჯერ ახსენეთ, რომ სწორედ ამ თანამედროვე მედიკამენტების შექმნის დროს საჭირო ხდება ნანოტექნოლოგიებისა და ბიოტექნოლოგიების ჭარბი გამოყენება. ჩვენ როგორც საქართველოს როგორც განვითარებადი ქვეყანა, თუ არსებობს რაიმე პრობლემები ამ ხრივ, თუ არის დეფიციტი, ვთქვათ, ნანოტექნოლოგიებში, ან თუნდაც ბიოტექნოლოგიებში და რას ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არა თუ ჩამოვრჩეთ, არამედ იმ დონემდე მივედით, როგორც განვითარებული ქვეყნები. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს არა მხოლოდ უკვე საუკუნოვანი გამოცდილება აქვს კვლევებისა და სწავლებისა, არამედ ჩვენს უნივერსიტეტს თუ არ ვცდები 200-ზე მეტ საერთაშორისო ის უნივერსიტეტთან, უცხოეთის უნივერსიტეტთან აქვს ურთიერთობა. ჩვენ ამ ურთიერთობებს ვიყენებთ ბუნებრივია და ვაწარმოებთ ერთობლივ კვლევებს. მაგალითად გეტყვით, რომ მუკოვისციდოზი ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა და დაავადება
რომლის დროსაც ავადმყოფების სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წელია და მეტი არა ისიც ხარდამჭერი ფარმაკოთერაპიის დროს ამ შემთხვევაში იყენებენ ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს გენტამიცინს იყენებენ ინექციის სახით მაგრამ გენტამიცინის გვერდითი მოქმედება არის სმენის ნერვის დაზიანება და სიყურვე სხვათა შორის ჩვენ ქალაქში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა გენტამიცინით გამოწვეული სმენის ნერვის დაზიანებით დაიარება. და უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მაგალითად მარსელის ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტთან ერთად შევქმნით საინჰალაციო ფხვნილი გენტამიცინის სულფატის შემცველი, რომლის გამოყენებითაც ჩვენ ეფექტს ვაღწევთ არა მილიგრამებით, როგორც ეს ინექციის დრო არის, არამედ მიკროგრამებით. ამ შემთხვევაში ყველანაირი გვერდითი ეფექტი, რასაც ქვია სმენის ნერვის დაზიანება, თავიდან ავიცილეთ. რაც შეეხება ნანოტექნოლოგიებს, რომელიც არის მომავლის ტექნოლოგიები. ეს არის ფაქტიურად უხილავი სამყაროს შეცნობა და ამ შემთხვევაში იმ ნივთიერებების გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ ხედვით არეში არ არის, მაგრამ დაგვყავს 1-დან 100 ნანომეტრამდე, რომელთაც უკვე არა მხოლოდ რაც ინფექციებთან დაკავშირებით საუბრობდი, გამომწვევ აგენტებთან კავშირის დამყარება შეუძლიათ, არამედ შეუძლიათ მასში შეღწევაც. ეს არის, უნდა გითხრათ, რომ ჩვენს დარგში, ფარმაციაში და ახალი სამკურნალო ფორმების შემუშავებაში არა მხოლოდ ინოვაცია, არამედ შეიძლება ითქვას, რომ არის კიდევაც ხსნა. ჩვენს უნივერსიტეტს მაგალითად ამ თვალთახედვით ჩვენ უკვე ჩვენი დეპარტამენტის ბაზაზე შესრულდა 3 სადოქტორო დისერტაცია და წარმატებით იქნა დაცული. ჩვენ გვქონდა ფუნდამენტური გრანტი ნანოგელის შექმნასთან დაკავშირებით სიმსივნეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ჩვენ გვაქვს სამეცნიერო თანამშრომლობა შარიტეს უნივერსიტეტთან, სადაც ჩვენი დოქტორანტები და ახლა არის მოთხოვნა მაგისტრანტებიც კი ისინი გადიან არა მხოლოდ თვეების განმავლობაში, არამედ წლების განმავლობაში სტაჟირებას და იქ მუშაობენ ძალიან დიდი წარმატებით. ჩვენ ასევე გვაქვს ელექტრონული გამჭოლი მიკროსკოპი ჩვენ დეპარტამენტს, ჩვენი უნივერსიტეტის წყალობით გააჩნია კიდევ სხვა აღჭურვილობა იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მიღებული ნანონაწილაკების დახასიათება, ზომების განსაზღვრა, მორფოლოგიის განსაზღვრა და აი ამ შარიტეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი წარმატებები გვაქვს. ახლა ჩვენ ვიწყებთ ერთ საინტერესო პროექტს, რომელიც გვინდა სადოქტორო პროგრამის ფარგლებში განვახორციელოთ. ეს არის ზოგიერთი მინერალური რესურსში არსებული ბიოგენური მეტალების ნანომოდიფიცირება. მე მხედველობაში მაქვს მაგალითად ურეკის მაგნიტური ქვიშა, მხედველობაში მაქვს ახტალის ტალახი და მხედველობაში მაქვს ასევე უწერის მინერალური წყლები. ჩვენ თუ იონური ფორმიდან გადავიყვანთ ატომურ ფორმებში და მოვახდენთ მათ მწვანე ნანო სინთეზს და მათ მოდიფიცირებას, ამ შემთხვევაში ჩვენ 10-დან 30 ჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 40 ჯერ შევამცირებთ ტოქსიკურობას, ანუ გაცილებით ნაკლებ ტოქსიკურები არიან, რასაც ქვია ნანონაწილაკები, ბიოგენური მეტალებისა, ვიდრე ისინი იონურ ფორმებში და იმავდროულად გავზდით ბუნებრივია ეფექტიანობას. გადაცემის ბოლოს კი მინდა კითხოთ თქვენ შეხედულების შესახებ, რამდენ ხანში ფიქრობთ, რომ თანამედროვე მედიკამენტები ჩაანაცვლებენ ტრადიციულ მედიკამენტებს და მათ სახეობებს და რა ბენეფიტების მომტანი იქნება ის საზოგადოებისთვის? უნდა გითხრათ, რომ ნანოტექნოლოგიებზე, ნანოტექნოლოგიური პლატფორმაზე დაფუძნებული ჭკვიანი წამლები, მომავლის წამლები, რასაც ჩვენ ვეძახით მიზანმიმართული მიწოდებისა და სელექციური მოქმედების წამლებს, მათზე მუშაობა დაწყებულია ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან და დღემდე მიმდინარეობს ეს სამუშაოები. აქვე გეტყვით სამეცნიერო კვლევები, აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღევანდელი მსოფლიო
ფარმაცევტული ბაზრის, მე ასე ვიტყოდი, თანხაში გადაყვანის, საქონელ ბრუნვის 25% სწორედ აი ამ მიზანმიმართული მიწოდებისა და სელექციური მოქმედების წამლებზე მოდის. დამატებით გეტყვით იმასაც, რომ შექმნილია ჭკვიანი რობოტები, რომლებთა განსახლება ხდება ადამიანის ორგანიზმში, სის ძარღვებში, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება ათეროსკლეროზული ფოლაქების დაშლა, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ვირუსების დაზიანება, სიმსივნური უჯრედების დაზიანება. ეს ყველაფერი ექსპერიმენტულ დონეზე არის უკვე ჩატარებული. ისიც უნდა გითხრათ, რომ ადამიანის ორგანიზმთან რომ იმუნური სისტემის აგრესია არ გამოიწვიოს, ესეც უკვე არის მიღწეული და თვლი და ვფიქრობ, რომ მომავლის წამლები, ჭკვიანი წამლები, ნანორობოტები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ სხვადასხვა სახის დაავადებებს და არა მხოლოდ ვებრძოლოთ, არამედ პრევენციული ზომებიც მივიღოთ. ეს არის ამ საუკუნის გამოწვევა და სავარაუდოდ მე ვთვლი და ვფიქრობ, რომ დაახლოებით 2-3 მაქსიმუმ ათეული წლების განმავლობაში ეს პრობლემა გადაჭრილი იქნება და ფარმაცია და ჩვენი მოსახლეობის სამკურნალო საშუალებებით ეფექტიანი, ხარისხიანი, უსაფრთხო და იმავდროულად კომფორტული შეიძლება ითქვას სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა ამ საუკუნის შუა წლებში სავარაუდოდ უნდა დამთავრდეს. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ბატონო ალიოშა ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის და ასეთი საინტერესო გადაცემისათვის. მე კი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს ჩვენი პროექტის მხარდაჭერისათვის. თქვენ კი გთხოვთ გამოიწორეთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში. ნახვამდის.